მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვართ. თუნდაც იწყება საპროტესტო მარში ავტომობილებით, გზავნილით თავისუფლ პოლიტიკურ პარტნიორებს, მათ შორის თავისუფლება მზია ამაღლობელს, ჟურნალისტს, გამოცდილება ბათუმელების და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა დირექტორს, რომელიც უკვე 25 დღეა შიმშილობს, ასევე თავისუფლება თემურ ქათამაძეს, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეთ იქცა, ასე მოიხსენებენ სწორედ თემურ ქათამაძეს, ის მუჰაჯირების შთამომავალია და 20 დღეა შიმშილობს საპატიმრო დაწესებულებაში. დაკიკრიბებიან დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ მოეწყონ საპროტესტო მარში ავტომობილებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანა მხარეს შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოეწყობენ ისინი საპროტესტო მარშს ბათუმის ქუჩებში. დღესაც მოეწყობა საპროტესტო აქცია უკვე 70-მე დღეა, როცა საღამოს ტრადიციული შეკრების ადგილას ბათუმში შეიკრიბებიან მოქალაქეები და გააპროტესტებენ ისევ პოლიტიკურ პარტნიორებს არსებობას ამ ქვეყანაში, მოითხოვენ მათ გათავისუფლებას, ასევე უცვლელია მოთხოვნა, რომ უნდა ჩაწერდეს ხელახლა არჩევნები ქვეყანაში. ხედავთ წარწერებს და ლოზუნგებს ამ მანქანებზე, დროშები, თავისუფლება მზიას. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სწორედ დაკიკრიბებიან ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომ მოეწყონ საპროტესტო მარში ბათუმის ქუჩებში. მოდი გავისაუბროთ ამ საპროტესტო მარშის მონაწილეებს. გოჩამ ჟავანაძეს ვხედავ, მოусმინოთ მას. პროტესტის და ბრძოლის გამო დაატყვევა. ეს მარში ეძღვნება პოლიტიკურ ტყვეებს საქართველოში და აღნიშნული მოთხოვნა არის ეგ. და ქუჩაში მსვლელობით ალბათ საზოგადოებას მიეწვდით ხმას, რომ უფრო მეტი მგრძნობელობა გქონდეთ ამ საკითხებზე, არა? რა თქმა უნდა, მივაწვდით ხმას, ჩვენ საპროტესტო ხმას მივაწვდით, გაუზიარებთ ჩვენს მოთხოვნებს და მოუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ, დაიზიანონ ჩვენი საპროტესტო მოთხოვნები და ერთად ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა შექმნა საქართველოში და აპირებს, რომ განამტკიცოს და დიქტატორული რეჟიმით მართოს ეს ქვეყანა, რომელიც ვერ მოხდება ფიზიკურად, რადგანაც ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი მოქალაქეები და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში დიქტატურა, როგორც ასეთი მმართველობის ფორმა არ გამყარდეს და არ დაკანონდეს. რა რესურსია ახლა ამისთვის მოქალაქეების ხელში, რა ძალაა მოქალაქეების ხელში, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ ამკაცრებს ივანიშვილი კანონებს, ხო, ქართული ოცნების პარლამენტის პირობებში, როგორ იგრძალება პრინციპში პროტესტი, ხო, როგორ აქტიურად ცდილობს ქართული ოცნება, რომ ჩაახშოს ეს პროტესტი. რა რესურსები რჩება ამისთვის, რა ველი გრჩება მოქალაქეებს? ჩვენი ველი და საბრძოლის ადგილი არის ქუჩა, რა თქმა უნდა, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გავუწიოთ ქუჩაში. ივანიშვილის რეჟიმი გვაჩვენებს ძალას, ამკაცრებს კანონმდებლობას, რადგანაც მოხდეს დაშინება, რაც ნაკლები ადამიანი გამოვა ქუჩაში, მისთვის არის უკეთესი და მეტად აშინებს მოქალაქეებს, მაგრამ მისი დაშინების სტრატეგია და ტაქტიკა მე ვფიქრობ არ გაამართლებს, ის გამოიწვევს ბრას, უფრო მეტ მოქალაქეს გამოიყვანს ქუჩაში და უფრო მეტი ენერგიით, უფრო მეტი რესურსით, მოტივაციით შევუტევთ და აუცილებლად გამოვარჯვევთ მის ამ რუსულ რეჟიმზე. მადლობა გოჩამ ჟავანაძე იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრი, აქტიური წევრი. მოდით თამნა მელიქიშვილის მოусმინოთ, შეიძლება სულ რამდენიმე წუთი თამნა თქვენ მონაწილეობთ ამ საპროტესტო მარშში, ხო, როგორც ვთქვი. რა არის თქვენი გზავნილი დღეს და პირველ რიგში ასევე საინტერესოა თქვენ დაკვირვება რომ გაგვიზიაროთ. მზია ამაღლობელი ჟურნალისტი უკვე 24 დღეა შიმშილობს, ასევე თემურ ქათამაძე შიმშილობს. ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე უკვე 20 დღეა. რას აჩვენებს თქვენთვის ქართული ოცნების რეაქციები, მათი განცხადებები? მოგესალმებით, ხო დღეს როგორც იცით, აქ შემოვერთით კარგი ინიციატივა, ცოტა ორიგინალური ვიდრე ყოველდღე. და ეს ინიციატივა არის მანქანებით მსვლელობა, ну ცოტა უამინდობაც გვიწყობს ხელს და ბათუმელები არ ვჩერდებით უწყვეტად 70-მე დღეა როგორც ბრძანეთ. ამიტომ მე ნებისმიერ
მარშს ნებისმიერ ინიციატივას უერთდები, იმიტომ რომ ვგრძნობ როგორ სუსტდება ნელ-ნელა ოლიგარქია, ვგრძნობ როგორ იბუგება თავისუფლ ცეცხლში, ესე ვთქვათ. რა ჩანს რომ სუსტდება, რა შეახო? სუსტდება იმაში, რომ ხედავთ ყოველდღე მათ იარაღს, რაც არის რეპრესიების მატება, რეპრესიების გამძაფრება და არის ამას აჩვენებს თქვენთვის, როცა რეპრესიებს ამკაცრებს ივანიშვილი, მიუთითებს იმაზე, რომ სუსტდება რეალურად ივანიშვილის რეჟიმი. ჩემი აზრით, არა მარტო ჩემი აზრით, ძალიან აქტიურად უსმენ ჩემზე ბევრად ჭკვიან ანალიტიკოს, პოლიტიკოს, მწერალს, ხელოვანს, ეხლა თბილისშიც ვიყავი შეგნებულად, დავდექი რუსთაველზე მაინტერესებდა სხვადასხვა ხალხის აზრი და რა ვიცი, ჩემი ოპტიმიზმი წამითაც არ შესუსტებულა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როცა ვხედავთ, რომ ივანიშვილის ეს რაღაც დაჯგუფება ყველა ხარება გახდა დღეს ხო ყველა სტრუქტურაში ესეთი ცუდი სიმბოლიკაა სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა დროში იწვიან ესე ვთქვათ მათი რეპრესიები რაც დღეს მაგალითად ამ დღეებში მატულობს და ვიცით რომ დღეს თუ უკვე პირველი მოსმენით უკვე არ მიიღეს ეს ახალი რეპრესიები ჩვენს მიმართ მიზანმიმართული აქციების ჩასახშობად თუ არ ეშინიათ ხალხის თუ არ ეშინიათ აქციების მაშინ რა სავალდებულოა თქვენს კითხვას პასუხს გავცემ ამ კანონების ესე ვთქვათ დრაკონული კანონების შემოღება ცდილობენ ის რომ უკვე გაამყარონ და გაიფორმონ დიქტატურა ქვეყანაში რომ საბოლოოდ ვერავინ აღარ გაბედოს ამ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვა და იცოდეს რომ ეს დასჯადია როგორც ეს იციან თქო ჩრდილოეთ კორეაში ან რუსეთში იქ აღარ იმართება საპროტესტო აქციები ან მის გამოდის აქციაზე ეუბნებიან რომ იცით რა თქვენ ახლა უნდა დაიშალოთ და ვიც გაბედავს და მართავს აქციას უკვე აპატიმრებენ ხო მე მგონია რომ არაფრით იმ ნარატივს არ ვეთანხმები რომ ჩვენ ვართ გინდ სერბეთი გინდ მინსკი გინდ კორეა ჩვენ ვართ ქართველები ჩვენ ვართ სხვა მე მგონია რომ არ გამოვა რა თქმა უნდა ჩვენ რო ვთქვათ რომ დიქტატურა გამოვა და ჩვენ რო ვთქვათ რომ ეს ამ რეპრესიების გვეშინია მაშინ გამოდის ჩემ სუბიექტურ აზრს გეუბნებით, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ვნებდებით. მე პირადად ჩემი ძალიან დიდი ჯგუფი ხალხის, ესე ვთქვათ, არ დავნებდებით, არ გვეშინია, მე დღესაც განვაცხადე Facebook გვერდზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ჩვენ უნდა ვიყოთ აუცილებლად კანონმორჩილები, იმიტომ რომ მე ხა დიღომშიც ვიდექი, მაგალითად 2 დღის წინ და ზუსტად ვიდექი იმ პირველ ზოლში, სადაც ეს ხალხი დააკავეს და იდგა 3 კორიდორი პოლიციელების, სპეცრაზმის, კრიმინალების, არ ვიცი, საზისგარი ხალხის საზისგარი რიტორიკით ქალებსაც კი დედებზე გვაგინებენ მე ქალი-ქალია კაცი-კაციას არ მეშინიათ უგინა ქალსაც შეგვაგინონ ვიღაც ბავშვები ეხოცებოდნენ დედაზე მაინც უგვაგინებთო პოლიციელებს დედა არ მყავსო ამ ყველაფრის მოწმევარ და მინდა ვთქვა რომ დიქტატურა ამ ქვეყანაში ვერაზროს ვერ დამყარდება გინდა ესე 5 მანქანით 10 მანქანით 20 ადამიანით იქნება 200-ით აუცილებლად ამ ყველაფერს წინ აღვდგებით მადლობა ეს თამნო მელიქიშვილი იყო მოქალაქე თქვენ პოზიციას ისმენთ ახლა ბათუმელების პირდაპირ ეთერში როგორც აღნიშნეთ აქ იწყება საპროტესტო მარში ავტომობილებით ბათუმში გზავნილი თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს რამდენიმე წუთში დაიწყება ეს საპროტესტო მარში ახლა აქ კრიბებიან მოქალაქეები ავტომანქანები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანა მხარეს შადრევანთან და აპირებენ რომ მოაწყონ საპროტესტო მსვლელობა ავტომანქანებით ბათუმის ქუჩებში. დღეს საღამოსაც მოქალაქეები შეკრიბებენ ბათუმში ტრადიციული შეკრების ადგილას, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. უკვე 70-მეათე საღამო იქნება, როცა მოქალაქეები შეიკრიბებიან საპროტესტო აქციას საღამოს 7 საათიდან. თქვენ იცით რომ ასევე ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ეს პროტესტი 24 საათიანი იყო. და გაშლილი იყო კარვებიც, იმის მიუხედავად რომ პოლიცია ამბობდა რომ კარვის გაშლის უფლებაც კი მოქალაქეებს აღარ აქვთ, იცით რომ ჩამოართვეს აქციის მონაწილეებს კარვი დაუზიანეს და გაიტაცეს და ამაზე არათუ არავის პასუხი არ უღია, არამედ პასუხი არც გაუწია იგივე გენერალური ინსპექციას თუ რის საფუძველზე მოქმედებდა პოლიცია, როცა მათ ჩამოართვეს აქციის მონაწილეებს კარვი. საბოლოოდ მოახერხეს მაინც აქციის მონაწილეებმა 2 მცირე ზომის კარვის გაშლა ბათუმში. გამსახურდია ეს ქუჩაზე აჭარის მთავრობის სახლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ეს კარვები გაიშალა მოთხოვნით თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ასევე იქ იყო განცხადება რომ ეს კარვები იქნება გაშლილი ვიდრე ზიამაყობელს არ გადაიყვანებენ კლინიკაში და არ იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
და ვინაიდან ზიამაღლობელი გადაიყვანეს წუხელ კლინიკაში, კლინიკა ვივამედში, ამიტომაც წუხელ უკვე ეს კარვები დაიშალა, მაგრამ პროტესტი გრძელდება. რაჭერბამ ზიამაღლობელს ის პროტესტი შედათ ისევ შიმშილობს უკვე 25 დღეა. დღეს მან ასევე განაცხადა, რომ ის მოითხოვს დაბრუნებას საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა ის ამ დროისთვის ჯერ კიდევ ჰოსპიტალშია, მოთავსებული კლინიკა ვივამედში. ასევე შიმშილობს თემურ ქათამაძე ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ის უკვე 20 დღეა შიმშილობს, ასევე შიმშილობს სხვა პირები პროტესტის ნიშნად. ზიამაღლებელმა დღეს ასევე უთხრა ადვოკატებს, რომ მოუწოდებს სხვა პირებს შიმშილობის შეწყვეტისკენ. თუმცა ეს პროტესტი გრძელდება, ასევე გრძელდება პროტესტი ამ ფორმითაც, როცა ყველგან პოლიცია არცად სამართალი, ყველგან ორდენი არცად ღირსება, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. კონგრესით მეგაფონით გაჟღერებული მთავარი საპროტესტო გზავნილები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც შეიკრიბნენ დღეს მოქალაქეები, რომ მოაწყონ საპროტესტო მარში ბათუმის ქუჩებში ავტომანქანებით. სწორედ ეს საპროტესტო მარში დაიწყო ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. დღეს 70-მე დღეა, როცა იმართება პროტესტი არაფოლ ბათუმში და თბილისში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა. მათ შორის ეწყობა საპროტესტო მარშები, როგორც ფეხით მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, ასევე ავტომანქანებით მსვლელობა. თავისუფლ პოლიტიკურ პატიმრებს ასეთია ამ საპროტესტო მარშის მთავარი გზავნილი. დღეს ამ საპროტესტო მარშის მონაწილეები შეიკრიბნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან უკანა მხარეს და ისინი აპირებენ, რომ საპროტესტო გზავნილებით შეეხმიანონ სხვა მოქალაქეებს ბათუმის ქუჩებში. ჟურნალისტი ზიამაღლობელი კი უკვე 25 დღეა შიმშილობს, ის პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღეს არაერთი უფლებადამცველი და ავტორიტეტული სანდო არასამთავრობო ორგანიზაცია, უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ ზიამაღლობელის სისხლისამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს და მისი როგორც დაკავება, ასევე პატიმრობა არის უკანონო და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების რეაქციები როგორია, ეგრევე მამგაბდინარეძე, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ შიმშილობა მთავრდება სიკვდილით, ასეთი განცხადებაც კი გააკეთა მამგაბდინარეძემ ჟურნალისტებთან. კიდევ ერთი მანქანა, რომელიც შეუერთდა ამ საპროტესტო მარშს. საპროტესტო მარში დღეს ბათუმში დაიწყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ხოლო დღეს საღამოს 7 საათიდან ისევ გაიმართება საპროტესტო აქცია ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. მალხას ჭკადოასაც მოусმინოთ, ის საერთაშორისო გამჭირვალე საქართველოს წარმომადგენელია. სამანქანო მსვლელობა პროტესტის ნიშნად დიახ, ეს გაგრძელდება, ეს და სხვა მეთოდები იქნება გამოყენებული საიმისოდ, რომ შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ რატომ დგავართ 66 დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რატომ დგას რუსთაველზე თბილისში, რატომ დგას ზუგდიდში, ქუთაისში, სხვა ქალაქებში ადამიანები და ბოლოს და ბოლოს მოდი ბათუმზე ვილაპარაკოთ რა. ბათუმმა შუა ბათუმელები გამოცემა, რომელიც 24 წელზე მეტია ქვეყანაში დემოკრატიას
ადამიანის უფლებებს იცავს, ითხოვს საჯარო მმართველობის ამაღლებას, კითხვებს უსვამს თანამდებობის პირებს, კორუფციას ამხელს, ყველა მთავრობის პირობებში ასე მუშაობდა ბათუმელები. დღეს მისი ერთ-ერთი მთავარი სულის ჩამდგმელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი ამ წუთას კი არის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი, მაგრამ სწორედ მისი სურვილია რომ ისევ საპატიმრო დაწესებულებაში გადავიდეს და ყველა იმ შეურაცხყოფის, ყველა იმ დამცირების ნიშნად მას აქვს პროტესტი და ამ პროტესტს გამოხატავს შიმშილობით და რა თქმა უნდა ეს მისი პროტესტი არ ეხება მხოლოდ მას კერძოდ, ეს ეხება ყველა პოლიტპატიმრებს. მან დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა და უთხრა საზოგადოებას, რომ მისი პროტესტი არის ყველა იმ დაკავებული ყველა უკანონოდ აღმართული, ასე ვთქვათ, ყველა უკანონო ქმედების საწინააღმდეგოდ, ყველა აღმართული ხელის, ყველა დარტყმის, ყველა დამცირების და ყველა შეურაცხყოფის პასუხად მზია ამაღლობელი დღეს შიმშილობს მთელი ქვეყნისთვის. ამიტომაც ქალაქი რომელმაც ძალიან ბევრი რამე მიიღო ბათუმელებისგან, სადაც ათასობით ადამიანი დაუცავს ბათუმელებს, სადაც უამრავი მოწყვლადი ადამიანის, უამრავი გაჭირვებული, უამრავი სასოწარკვეთილი მოქალაქის ხმა შეუსმენია ბათუმელებს. ამ ქალაქს უნდა ესმოდეს ეს მოძახილი, რომ თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? ვიცი, რომ უამრავ ადამიანს სოციალური პრობლემა, უამრავ ადამიანს შეიძლება არ ეცალოს საპროტესტო აქციის მისაერთებლად, მაგრამ რაღაცა ფორმით ეს ასე ვთქვათ პროტესტი უნდა ისმოდეს ჩვენს სახლებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს კორპუსებში. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელთა მანიპულირება ადვილად უნდა შეეძლოს ხელისუფლებას, რომელიც დღეს გვეუბნება, რომ 35 ლარით მოუმატებ ხელს პენსიას 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს და მე გავიზრდი ორჯერ თუ მეტჯერ ხელფას პარლამენტის წევრი როცა ვარ, თუ სხვა რაღაცა მაღალ თანამდებობაზე როცა ვარ. დღეს ხელისუფლება იმიტომ უწოდებთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ ის სრულად არის დაშორებული საკუთარ საზოგადოებას. მას არ ესმის რა არის სოციალური თანხმობა. ის აჯილდოვებს პოლიციელებს, რომლებიც პირში აფურთხებდნენ და წილს კრავდნენ, მათ შორის არასრულწლოვანებს, მათ შორის ქალებს და ეს ადამიანები ღირსების ორდენით არიან დაჯილდოებულები. სად არის ან ადამიანური ღირსება და სამართალი, ან ზოგადად კონსტიტუცია ქვეყანაში, რატომ ესმით ჩვენს მოქალაქეებს პროტესტი ისე, რომ ეს არის მხოლოდ რაღაცა მცირე ჯგუფის პროტესტის გამოხატულება. სინამდვილეში გნებავთ ვინც უნდა იმან ჩათვალოს გაზვიადება. დღეს ვინც დგას ბათუმში, თბილისში, სხვა ქალაქებში და აპროტესტებს, ის აპროტესტებს არა მხოლოდ საკუთარ თავისთვის, პირველ რიგში სწორედ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩუმად არიან, რომლებსაც ვერ გაუგიათ, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, რომელთაც ვერ გაუგიათ თუ რამდენად დიდი დამამცირებელი ქმედებაა ის რომ მზია ამაღლობელს, რომელსაც შიმშილობის 25 დღეს უბრალოდ იძულებული შეიქნა, რომ გადასულიყო სამედიცინო დაწესებულებაში იმის გამო, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრებში არის მნიშვნელოვანი ცვლილება, ასეთ ამგვარ ადამიანს, რომ ხელისუფლების დაკვეთით სამედიცინო პერსონალი საჭმელს რო დაუდებს, აი ეს არის პატივის და ღირსების აყრის მცდელობა, მაგრამ მზია ამაღლობელი, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების და ქართული დამოუკიდებელი მედიის სიმბოლო, ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ის ქოფაკები და ის არა საკუთარი თანამდებობისთვის შეუფერებელი ადამიანები აღვირახსნილ კომენტარებს რომ აკეთებენ მზიასთან დაკავშირებით, ეს მზიას კი არ ამცირებს მზიას თვალში, ის უფრო ძლიერს ხდის მას. ამიტომ ჩვენ მის თანამოქალაქეებს, რომლებსაც ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ გვაქვს იმის საშუალება, რომ შევიკრიბოთ. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ასე სპონტანური შეკრების შესაძლებლობაც მალე არ იქნება ამ ქალაქში. მალე უკვე წინასწარი გაფრთხილების ფორმა დაგჭირდება. უკვე იღებენ შესაბამის კანონმდებლობას, ხო? წინასწარი გაფრთხილების ფორმა დაგჭირდება, რომ აქ 15 თუ 20 ადამიანი 20 მანქანა რო შეიკრიბოს, ან 15 და 20 ადამიანი რო შეიკრიბოს, წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება. ეს არის ჩეჩნეთი, ეს არის რუსეთი, ანუ პოლიტიკური ჭრილშევიძახი. და როცა ვიღაცები ამბობდნენ, რომ აი საქართველოსდან რუსეთი არ გამოვა, საქართველოში უკვე არის რუსული პოლიტიკური მმართველობის სტილი, რომელიც დღეს თუ ხვალ ყველას კარზე მიაკაკუნებს. აი, პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით და 37 წლების რეპრესიებს რო ჩავხედოთ 24-დან 27 წლამდე. იქ ადამიანები იმას კი არ ფიქრობდნენ, რომ ბოლშევიკები ყველას დაიჭერდნენ. ჯერ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მიადგებოდნენ ვიღაცა ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, და თუ ისინი ჩუმად იქნებოდნენ, ან თქვათ
რაღაცნაირად ხელშეუწყობდნენ მათ წინააღმდეგ საჩუქრის დაწერაში თუ დასმენაში, ასე ვთქვი, გადარჩებოდნენ. არა. და ამის ნათელი მაგალითი უამრავი ადამიანი მყავს. უამრავი ადამიანი. მაგალითად, შემიძლია გავიხსენო არაერთხელ ვლაპარაკია ცნობილ ქართველ მე რეჟისორს ამაზე, ლანა ყაყუმბერძის მამა, რომელიც სისტემის მსახური იყო. სისტემის მსახური იყო და მაინც მოკლა იმ ტროიკამ, მაინც გაასამართლეს და მე ლანა ყაყუმბერძის დედა გადაასახლეს, დატოვეს მტრიშვილად ეს ადამიანი და მთელი მისი შემოქმედება არის სწორედ ეს ტრამვა, დედასთან განშორების ტრამვა. გიგნებავთ მის ფილმში, რა ვიცი, რამდენიმე საკითხი, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე იქნება ვალსი პეჩორაზე თუ ნებისმიერი რამ, აი ხელოვნების დონეზე, მაგრამ გაიხსენოთ, მათ იმაში რა ქვია, აჭარაში 5-6 ადამიანის დაცხრილეს და საერთო სასაფლაო გაუთხარა ბოლშევიკებმა. რამდენი ოჯახის წინაპარი იყო მათ შორის? ან სამეგრელოში 1924 წლის აჯანყება, ხო? ამაზე ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი არასრული 1 საუკუნის წინ ხდებოდა ეს ყველაფერი. გუშინ წინდელი დღეა. ამ ტრამვებიდან უნდა გამოვიდეთ და უნდა შევძლოთ ის, რომ შიში დავძლიოთ, იმიტომ რომ თუ დავდგებით დაგვიჭერენ, თუ არ დავდგებით მაინც დაგვიჭერენ. ეს არის პროტესტის 69 დღე, ხო? მე მაინტერესებს და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, ხალხის პროტესტის პარალელურად ქართული ოცნება იღებს რეპრესიულ კანონმდებლობას და ეს თქვენ სახსენეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სანდო ახლა პროტესტის რა ეტაპზე ვართ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროტესტი გაიზარდოს, იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას? ჩვენ ძალიან ჯიუტები უნდა ვიყოთ ჩვენი უფლებების დაცვაში. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიყოთ იქ, სადაც საკუთარ თავს მიუჩინეთ ადგილი. ეს პირველივე 20 ნოემბრიდან ეს ადგილი არის საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ხან მთელი ქალაქი შემოვიარეთ ფეხით, ხან კარვები ვშალეთ და იკვიძინეთ ქვაზე, ხან ასე ვთქვათ, ვეცადეთ, რომ ჯერ კიდევ წინამოწყობის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის რაღაცა ღირსების და სინდისის არსებობის შესახებ შეგვეხსენებინა მათთვის, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. სოციალური ქსელები, მათ შორის ჩვენი პროფესიული საქმიანობა, ყველგან უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მე ადამიანებს, რომლებიც ძალიან უკვე ასე ვთქვათ, სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე რაღაცებს, მათ მინდა ვიმართო, რომ აი მზიას როცა გამოიყვანეს ბათუმის სასამართლოში წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად და სამწუხაროდ პირველივე წუთიდან ცხადი იყო, მე არ მქონდა საშუალება სამწუხაროდ შიგნით ყოფილიყავი, მაგრამ კადრებიდან როცა უყურე მივხვდი, რომ ზიასურის წინასწარი პატიმრობის მისჯას აპირებდა მოსამართლე, რომელსაც იმის კომპეტენციაც კი არა აქვს, ის სამართლის საქმე განიხილა, ხო? ეს იყო, ასე ვთქვათ, ეს არის ყველაზე დიდი საგანგაშო სიგნალი, სწორედ მზიას დაკავება იყო. დგებუაძის ქმედება იყო ყველაზე საგანგაშო სიგნალი, იმიტომ რომ მათ იცით როგორი მომენტია, მათ უნდა გამოესწორებინათ ის შედეგი, რომ მზია ამაღლობილი მარტივად გამოუშვეს. ისინი მიხვდნენ, რომ თუ ვინ ჩაუვარდათ ხელში, ამიტომ დაგეგმეს ის პროვოკაცია, ამიტომ მიაყენა განსაკუთრებით შეურაცხყოფა მზიას ახლობლებს დგებუაძემ გამოსვლის მერე, რომ მან იცოდა დარწმუნებული ვარ მისი სამართლიანი ხასიათის შესახებ, ან ესეთი დავალება მიიღო, რომ მზია დაებრუნებინათ. რა უნდა გავაკეთოთ? მარტივად რატო დავიწყე მზიას საუბარი? მას ჰქონდა ხელში მარია რესას წიგნი. და ეს იქცა ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სიმბოლოდ. მარია რესა თავის წიგნში, როგორ დავამაცხო დიქტატორი, ამბობს ხოლმე, რომ შეიძლება ამ ბრძოლაში ჩვენ ხანდახან სასოწარკვეთილება ან უძლურება ვიგრძნოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი უნდა შევწყვეტოთ. ამაშია გამოსავალი, რომ ჯიუტად მუდმივად ყველგან, იმდენიც ვიქნებით, 100 ვიქნებით, 1000 ვიქნებით, 1530 ვიქნებით. უნდა ვაგრძელოთ ჩვენი მოთხოვნების გაჟღერება. რა არის ეს? მზიას მიენიჭოს აუცილებლად დაზარალებული სტატუსი, აუცილებლად დაიწყოს კონკრეტული გამოძიება და არა თაროზე შემოდებული გამოძიება დგებუაძის წინააღმდეგ, რომ მას შეუჩერდეს უფლებამოსილება, თუნდაც იმ პერიოდით, რა პერიოდით საკრიზიება მიდის. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს სხვა პოლიტპატიმრები და საბოლოო ჯამში ქვეყანა უნდა მივიდეს ახალ არჩევნებად. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი მოთხოვნების რაღაცა ჩამონათვალი და ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ყველა მოქალაქის. სად არის ამ დროს? რუდინარის რომელ ნაპირას არის? ბოლოტების მხარეს დგას და მისი ჯარისკაცი ხდება თუ სიმართლის ჯარისკაცი ხდება რა. მე როცა ყველაფერი აუცილებლად მშვიდობიანად დაალაგდება და ქვეყანაში დაიწყება რეალური სახელმწიფოებრივი მშენებლობა, მე უკვე ძალიან რთული იქნება იმ ადამიანების კარზე კაკუნი, რომლებიც ახლა მოუწოდებთ ამ ყველაფერს რა. იმიტომ რომ
1937 წელი იქნებოდა სხვა რეპრესიები, რაც ქვეყანაში განხორციელებულა. არა მხოლოდ ტროიკებზე იდგა, არამედ პირველ რიგში იმ დუმარი ადამიანებზე, რომლებიც ასმენდნენ, რომლებიც ერთგულებდნენ ან შიშის გამო ან სხვა ბენეფიტების და სარგებლობის გამო სისტემას და კიდევ ერთი შემთხვევა დაახლოებით რას მაგონებს იცით დღეს რომ ზიას საჭმელი მიუტანეს ეს საქციელი აუცილებლად დასმენის ბოლშევიკების დასმენის დროს რაც ხდებოდა იმას მაგონებს და ცინიზმს და ამავდროულად გუშინდელი თემა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა კრიტიკულ ჟურნალისტს დამოუკიდებელ ჟურნალისტს განსაკუთრებით მზიასთან ერთად ვასილ ივანოვ-ჩიკოვას რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა შიგნით საზოგადოებრივ მაუწყებელში სისტემის სამხილებლად და ნახეთ რა გააკეთეს მის პროდიუსერს დააწერინეს ის რომ მე მასთან მუშაობა არ შემიძლია ეს ბოლშევიკური მეთოდია სოლიდარობა ვასილ ჩიკოვანს იმიტომ რომ მან ასე ვთქვათ ჩვენს პროფესიას და ჩემს წინა პროფესიას შეუნარჩუნა ასე ვთქვათ ღირსება იმ ადამიანებისთვის რომლებმაც ვიცით თავისუფალი სიტყვის ფასი დიდი მადლობა მალხაზ მადლობა ეს მალხაზ ჭკადოა იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი და საერთაშორისო გამარჯვება საქართველოს თანამშრომელი მას უსმენთ თქვენ ბათუმის პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო საპროტესტო მარში ავტომანქანებით ბათუმის ქუჩებში მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დაიწყეს საპროტესტო მარში მთავარი გზავნილი თავისუფლება მზიას თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს დღეს აღამო საპროტესტო აქცია გაგრძელდება ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საჭირო თავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ შეიკრიბებიან მოქალაქეები და ისევ მოითხოვენ ურყევად იგივე მოთხოვნას მტკიცედ თავისუფლ პოლიტიკურ პატიმრებს და მოითხოვენ ასევე ხელახლა არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ეს სტუმრად ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელების ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით